Sakstat-ის მონაცემებით 2024 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საარსებო მინიმუმი მხოლოდ 10 ლარით და 10 თეთრით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი მხოლოდ 5 ლარითა და 90 თეთრით. მათივე ინფორმაციით გასულ თვეს შრომის უნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256 ლარი და 50 თეთრი იყო. მაშინ როცა 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 252 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა. 2024 წლის ოქტომბერში კი 256 ლარს და 5 თეთრს. მონაცემები შეაფასეს რიგითმა მოქალაქეებმა გორში. საარსებო მინიმუმი გაიზარდა 10 ლარი და 256 ლარია. აი ეს რაში უნდა იყოს ადამიანს? აი მოსასაცილო არას ძახით. რაში უნდა იყოს 2000 რო იყოს მადლობა ვთქვათ. 100 ლარი დავხარჯე და რა მიჭირავს? აი ერთ ადამიანს რამდენი სჭირდება? 2000. აუცილებელი რისთვის თქვა? მარტო რო იკვებოს და ჩაიცვას, მეტი არაფერი. ადამიანს რამდენი სჭირდება? გაჩნია ვის როგორ. ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები აქვს. რაცა პენსია გაიზარდაო და არაფერი ზრდა, მე პირადად პენსიონერი ვარ და არაფერი ისეთი ზრდა არ არის. 450 ლარი ხდება იარდა რა არის ეს არაფერი. ეს რაშია საკმარისი ასაკი? არაფერში თითქმის. ეკონომიურად თუ კი რაღაცას ის გამონახავ, მაშინ საკმარისი კი არ შეიძლება დაგჭირდეს კიდევ და თუ არა და მე რას ვფიქრობთ? მოსახლეობის აზრი გვაინტერესებს. მე 1000-იც არ მყოფნის. რა მაგალითად შეხედა არ გეყოფა. რამდენი აუცილებელი ადამიანს? ადამიანს არაფერი არ ეყოფა არასდროს, რაც მეტი აქვს უფრო მეტი უნდა. მოსავალი არის 315 ლარი, მეტი არა. როგორ არის საკმარისი? ექიმთან წავალ, გავიგებ რაღაცები რომ მткиო და წამლებს ვეღარ აყიდულობ მერე. არც საკვებად არ ყოფნის, არც გასათბობათა ნახევარზე მეტად სიცივეში ვზივარ სახში. ვინ ათვლის მაგას ან მრჩეველი არ აყავთანა, როგორ შეიძლება ეგეთი გამოთვლა? თვითონ ყოფნით 250 ლარი? რომ არაფერს არ იკლებენ. ჩაიარონ და ხალხსა კითხონ, რა დღეშია ხალხი გაჭირებული და გაუბედურებული, გასაწოდავები. 16 ლარი საკმარისი არსებობისთვის რა სიტყვით თქვენ? არა. რამდენი ლარია საჭირო ის რომ ადამიანმა იკმაროს? მაქსიმუმ 400-500. და ეს რაში ეყოფა? 400-500 ლარი. ეხლა ეკონომიურად მაინც. ეს პენსიები ძალიან ცოტაა.